ტრიკუს დუპლესმა კამარუ უსმანი დაამარცხა. შემდეგ კი განაცხადა, რომ საჩემპიონო ტიტულზე ბრძოლას არათუ ჩიმაევი, არამედ თავად იმსახურებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მოქმედი ჩემპიონი შონ სტრიკლანდი მან ზედიზედ ორჯერ დაამარცხა. თუმცა შემდეგ კამარი ხამზად ჩიმაევთან დაკარგა. თავის მხრივ კი შონ სტრიკლანდი ხამზად ჩიმაევის დამარცხებით გაჩემპიონდა. შეიძლება ითქვას, რომ ერთი მოქმედი და ორი ყოფილი ჩემპიონია, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, ვინ არის საუკეთესო საშუალო ზონაში. ამ ვიდეოში გავაანალიზებთ უსმანისა და დრიკუს დუპლესის დაპირისპირებას და გავიგებთ, არის თუ არა მზად დუპლესი ჩემპიონის ქამრის დასაბრუნებლად. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი ამ ბრძოლაში იყო დისტანციის კონტროლი. ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, რომ ორივე მებრძოლი უბრალოდ გაცვლით დარტყმებს ასრულებდა, მაგრამ რეალურად მთელი ბრძოლა სწორედ იმაზე წყდებოდა, ვინ იბრძოდა მისთვის ხელსაყრელ დისტანციაზე. უსმანი თითქმის მთელი ბრძოლის განმავლობაში დისტანციაზე რჩებოდა, სადაც არც სრულიად უსაფრთხო იყო და არც შეტევისთვის იყო მზად. ასე დროს მეტოქეს შეუძლია ერთი გრძელი ნაბიჯით შემოვიდეს. შენ კი რეაგირებისთვის ძალიან მცირე დრო გრჩება. დააკვირდით დუპლეს. ის თითქმის არასდროს იწყებს შეტევას იმ ადგილიდან, საიდანაც უსმანი ელოდებოდა. ჯერ აკეთებდა პატარა ფეინტს, ან რიტმის ცვლილებას. შემდეგ კი მოულოდნელად გრძელი, ფეთქებადი ნაბიჯით ფარავს მთელ დისტანციას. ამ ნაბიჯთან ერთად მოდიოდა ჯები, ან ძლიერი მარჯვენა კროსი. სწორედ ეს გრძელი შესვლა იყო დუპლესის ერთ-ერთი მთავარი იარაღი. ის არაძლევდა უსმანს დროს, რომ კონტრიერიშისთვის იდეალური დისტანცია ეპოვნა. სანამ უსმანი რეაგირებას იწყებდა, დუპლესი უკვე დარტყმის ფაზაში იყო. არასწორად შერჩეული დისტანციის გამო უსმანი შეტევები დირკუს დუპლესისთვის თანდათან უფრო პროგნოზირებადი გახდა. დუპლესი იმდენად სწორ მანძილზე მუშაობდა, რომ უსმანის შეტევების დაწყებას თავად დარტყმამდე გაცილებით ადრე კითხულობდა. როგორც კი უსმანი წონას წინაფეხზე გადაიტანდა, ან სხეულს წინ გადახრიდა. დუპლესისთვის ეს უკვე ნიშანი იყო, რომ შეტევა იწყებოდა. ეს დამატებითი დრო სრულიად საკმარისი იყო, რათა დარტყმის ხაზიდან გასულიყო. გადასულიყო დაცვაში და მოემზადებინა კონტრიერიში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ის იყო, რომ უსმანი ხშირად შეტევას იმ დისტანციიდან იწყებდა, საიდანაც მეტოქეს ბუნებრივად ვერ წვდებოდა. მისდამდე მისაღწევად მას მთელი კორპუსით წინ გადახრა და ხელის ბოლომდე გაწელვა უხდებოდა. ასეთ დროს კი დარტყმა კარგავს ბიომექანიკურ ეფექტობას. ენერგია ვეღარ გადადის სრულად ფეხებიდან თეძოებში და შემდეგ ხელში. შედეგად ჯები და კროსი ნაკლებად ფეთქებადი და ნაკლებად სახებად უხდებოდა. უსმანის შეტევებს მისი სხეულისა და თავის პოზიცია ნაკლებად ეფექტურს ხდიდა. ამასთანავე დუპლესმა მალევე ამოიცნო უსმანის შეტევის მექანიკა და შემდეგ ჯერზე, როდესაც უსმანი ჯებით შეტევისას წინ გადაიხარა, მან ოპონენტი ყველაზე ძლიერი იარაღით, მუხლით დასაჯა. საქმე ისეა, რომ უსმანი შეტევისას სხეულსა და თავს წინ ხრიდა, რა დროსაც მისი თავი ერთი ტრაექტორიით მოძრაობდა და დაუცველი რჩებოდა. ეს შეცდომა დუპლესმა ჯერ კიდევ უსმანის შეტევების დაწყებისთანავე ამოიცნო. მიღებული ინფორმაციით კი იდეალური კონტრიერიში მოამზადა. დაელოდა შესაფერის მომენტს და უსმანს თავში მუხლის დარტყმით უპასუხა. დარტყმას კიდევ უფრო მეტად ეფექტურს ხდის ოპონენტის ინერცია და სხეულისა და მასის აჩქარების ძალა. ამ დარტყმაში ძალას არამხოლოდ დუპლესის ფეხი, არამედ თავად უსმანის შესვლა და ინერცია ქმნის. რეალურად კი ამ მომენტში უსმანი ნოკდაუნში ჩავარდა და გაუმართლა, რომ ყველაფერი ამ ერთმა დარტყმამ არ დაასრულა. შემდეგ ჯერზე, როდესაც უსმანმა დონე შეიცვალა, დარტყმის მაგივრად თეიქდაუნი სცადა. თუმცა დუპლესისთვის ეს შეტევის მანიშნებელი იყო და უსმანის მოძრაობის ტრაექტორია დაიჭირა და კვლავ მუხლით უპასუხა. მაგრამ წინა ეპიზოდისგან განსხვავებით, აქ უსმანმა დარტყმა ლავიწისა და მხრის სახსარზე მიიღო და გადარჩა. დუპლესმა კი ამ დარტყმით უსმანის აჩქარების ძალა შეამცირა, რითაც თეიქდაუნის ეფექტურობა შეაჩერა. შემდეგ ჯერზე, როდესაც უსმანი დუპლესთან გაცვლებში შევიდა, კვლავ გათვლა ოვერჰენდზე გააკეთა, რა დროსაც მთელი კორპუსითა და თავით წინ გადაიხარა. ამ მომენტში დუპლესი აქტიურ კლინჩში შევიდა. უსმანის თავი სტატიკურ მდგომარეობაში დაიჭირა და მუხლით უპასუხა. მეორე რაუნდიდან დუპლესმა აქტიურად დაიწყო ქიქების გამოყენება. ერთის მხრივ ზღუდავდა უსმანის მოძრაობას, ხოლო ტანში გატარებული დარტყმების საშუალებით იგი ზიანს აყენებდა მის გამძლეობას. ამავდროულად ქიქების მეშვეობით იგი პოულობდა ღია სივრცეებს, სადაც ჯებითა და კროსით აქტიურად უტევდა მოწინააღმდეგეს. საბოლოოდ კი შეიძლება ითქვას, რომ კამარუ უსმანის პრაიმი ლეონ ედვარდსთან განცდილი ორი მარცხის შემდეგ დასრულდა. ამას თანდაერთო წონის ცვლილებაც. ფაქტია, ნიგერიელი მებრძოლის სტარტი საშუალო წონაში მთლად სახარბიელო არ გამოდგა. ხოლო ტრიკუს დუპლესის აღსანიშნავად უნდა ითქვას, რომ მან ეს ბრძოლა მინიმალური რისკის საფასურად მოიგო. მთელი ბრძოლის მანძილზე იყო საკუთარ დისტანციაზე
ნიგერიელს საკუთარი ტემპი მოახვია თავს და არ მისცა საშუალება ეპოვა თავისი ბრძოლა. ხოლო რაც შეეხება მის შონ სტრიკლანდთან დაპირისპირებას. მათი დაძაბული წარსული და ის ფაქტი, რომ მოქმედი ჩემპიონი დუპლესმა ზედიზედ ორჯერ დაამარცხა, ვფიქრობ ტრილოგიას მაყურებლისთვის კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, ხოლო წინ იან გარისა და ისლამ მახაჩევის საინტერესო დაპირისპირება გველოდება. დიდი მადლობა.